ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ნუგზარ ბედინაძე მიღბლიანი ლოტოს ბილეთის მფლობელი აღმოჩნდა, რომლითაც 1,200,000 ლარი მოიგო. ბედინაძემ ლატარიის ბილეთი ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ლატარიის კომპანიის ჯიხურში შეიძინა. დღეს კომპანიამ ბედინაძეებს გამარჯვება მიულოცა და ოფიციალური დაჯილდოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ტრადიციის ამებრ ლატარიის კომპანიამ ადამიანსაც წაახალისებს, ვინც ლოტოს მომგებიანი ბილეთი გაყიდა და მას 24,000 ლარს გადასცემს. ბედინაძეები მოგებული თანხით პირველ ეტაპზე ბინის შეძენას გეგმავენ, ისინი ბათუმში ქირით ცხოვრობენ. სამომავლოდ გამარჯვების იმედით დღეს ბედინაძეებმა სიმბოლურად კიდევ ერთი ბილეთი შეავსეს. ვიყიდე ლოტოს ბილეთი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მოვიგე ჯეკპოტი. და უსაწყოს ბედნიერი ვარ, ამჯეროდა ამ მოგების და უკვე დავიჯერე, რომ მოვიგეთ. რაში დახარჯავ ამ თანხას? რავი, პირველ რიგში საცხოვრებელ ბინაში შევიძენთ და მერე ყველაფერი წინ შევხედავთ. გათამაშდა უმაღლესი კატეგორია ჯეკპოტი, 1,200,000 ლარზე მეტი. მოიგო ადგილობრივმა მაცხოვრებელმა, რომელიც ჩემთან ყოველთვის რეგულარულად ყიდულობდა ლატარიის ბილეთს. იმ დღესაც შეიძინა 2 ბილეთი. ულოცავ გამარჯვებულს, ულოცავ საკუთარ თავს და უსურვებ ყველა ჯიხურის რეალიზატორსა და ყველა კლიენტს მოგებას, განსაკუთრებით ჩემს კლიენტებს. ჯეკპოტის გამარჯვებული უკვე არის ჩვენთვის ცნობილი და ეს იღბლიანი ადამიანი გახლავთ ნუგზარ ბედინაძე ლანჩხუთიდან და მან ეს ბილეთი შეიძინა ბათუმში, ამ ჯიხურში და მისი მოგება შეადგენს 1,250,171 ლარს. საქართველოს ლატარიის კომპანია მას კიდევ ერთხელ ულოცავს. ასევე ძალიან სასიხარულო ამბავი არის ის, რომ მოგებული თანხის 2% გადაეცემა მეჯიხურეს, ქალბატონ ჟუჟუნა ანთაძეს, რომელიც ეს თანხა შეადგენს 24,000 ლარზე მეც.